მოგესალმებით, არხის გამომწერებო. დაგიბრუნდით ისევ ნორიოდან დიდი ხნის პაუზის შემდეგ. ისევ ჩამოვედით ნორიოში, არ ვიყავი ქალაქში, რამოდენიმე ხანი, რამოდენიმე კვირა. მაგის გარდა ვიცოდი რომ პირობა არ იყო, შეიძლება პარტყები მეტი ყოფილიყვნენ და ისედაც ვერ მოახერხე გამოსვლა მინდორში. სავარჯიშოდ უკვე ახლოს არის სეზონის გახსნის თარიღი, 22 აგვისტოს იხსნება სეზონი, ყველა მოცით უკვე. და 22 აგვისტომდე ისევ განვანახებთ ვარჯიშებს. დავიწყებთ ისევ კვირაში რამოდენიმეჯერ მინდორში სიარულს, რომ აღვიდგინოთ ფორმა, ის ორკვირიანი 10 დღიანი ჩავარდნა, დასვენება გამოგვივიდა და ენერგიის აღდგენა. და ვნახოთ რა. შეჯერობით არის აქ სიტუაცია, არის მინდვრები დარჩენილი, სადაც შეიძლება წყერი იყოს, იქნებიან უკვე ის ბარტყებიც, წამოჩიტულები, რომლებიც უკვე ამ სეზონზე გამოიჩეკნენ და ვნახოთ რა, აბა. გადავხედავ რა სიტუაცია იქნება და დაახლოებით 45-50 წუთი 1 საათამდე ვივლით მედანინა და ვნახოთ როგორ შეხვდება ფრინველი. აბა დროებით. ნინა. ოკეი, წავიდეთ. ებია და ნახოთ არის თუ არა დარჩენილი ფრინველი. დიდი ხანია უკვე ნალექი არ მოსულა და ალბათ შეიძლება აღარც იყოს აქ ფრინველი, მაგრამ ნახოთ ვარჯიში მაინც გამოგვივა. იმიტომ ღირს ამინდორში სიარული, რომ ვიცით რომ ფრინველი ბინადრობდა რა და ვეცდებით აბა შევიხოდროთ თუ შეხვდა. ჩვენთან ერთად არის რონი, ნინას დიშვილი, 7 თვეზე ცოტა მეტის არის, რომელიც დგამს პირველ ნაბიჯებს, წელს დაიგეშა და ვნახოთ. რონისაც მოუწევს უკვე ნადირობა რა. ცოტა ყოჩაღი ბიჭი არის. მოდი აქეთ ნინა. წამო. ცოტაზე ვიდან გვაქვს ნიავი და იქეთ გავუყვებით. მოდი აქ წამო, მოდი. არა. სეკუნდირებაზეა. სტოპ, ნინა. წამო. მაგასაც უნდა რამე სეკუნდირება უნდა ვასწავლოთ რა. რავი, რამდენად ჩას არ ვიცი, მაგრამ არის, აი კარგათაა მინდვრები დატოვებული 1, 2, 3, 4, 5 ძალიან დიდი მინდვრებია დატოვებული. გაუთიბავი ჯერ. შეიძლება აქ იყოს ფრინველი, ასე რომ თბილისთან ახლოს შეგვიძლია დარება. უბრალოდ დღეს გავარკვევ, ნახავ ფრინველი არის თუ არა დარჩენილი, მინდვრები კი არის. არ არის ბოლომდე აღებული რა. ცოტა გვიან კითენდება უკვე 6-ის ნახევრამდე, 6-ის 20 წუთამდე მინდორში ვერ შემოხარ. ნელა მანამდე თუ 5 წუთები აკდა უკვე მინდორში შეგეძლო ყოფნა. ეხლა 6-ის 20 წუთამდე, 6-ის ნახევრამდე მინდორში ვერ შემოხარ რა. სანამ დილით სიგრილია 6-ის ნახევრიდან უკვე არის საშუალება რომ იარო ვარჯიშო ძაღლი მინდორში რა. თავარი ახლა ფრინველი იყოს რამოდენიმე მაინც რომ ამ ფრინველზე მუშაობა შეძლონ ძაღლება რა. ეს არის აქეთ ჯვრის მხარეს რო ვეძახით, ეს მინდვრები, ეს სიტუაცია რა და აი იქეთ გზის იქეთ არ ვიცი რა ხდება. წავალ ალბათ მე. იჟივითა მაგარ ტემში დარბის იმდენი ხანი მოუვიდე დასვენება. არის კაი დასვენებულ დალხინებული. ასმის დეს. ამდენი ასმირა. Lit midis.
აი მუღამი აქ რა ეგ მუღამი აქ რომ შენ კი არ უნდა აკონტროლებდი მაგას რა ისიც უნდა გაკონტროლო ანუ კონტაქტი უნდა ქონდეს რა კონტროლი და კონტაქტი სხვადასხვა რაღაცაა აი მაგან იცის რომ რაღაც მომენტში შენ დაუძახებ და მაგ დროს ანუ შენს და მაგას შორის ეს კავშირი ღდგება რა და ამიტომ გაიგნორებს რა რაღაც დროს იცის რომ დაუძახებ მაგას მიჩვეულია რა და მაგიტომ არ გაცოს ყურადღებას რა კიდან ცოტა ქუთქუთის ხმა ისმის გაგიკვირდებათ და სულ ერთი ცალი ვნახეთ ოღონ რონი ვნახა ნაბულის გაკეთება ვერ მოასწრო ისე ამოფრინდა რა ხმები დიდად არ ისმის ეს განმავლობაში დავდივართ რამდენი ხანია 12 წუთია და ჯერ ის ერთი ფრინველი ვნახეთ მეტი ვერ შევიხვედრით რა ცხელა ძალიან სიცხეა აი მაგარი სიცხეა რა და უნებრივია ესეთი ადგილია სადაც წყალი არ არის და რასაც უჭირს ყოფნა თქო წამით წამ What's in the person? Almost out of me. Here I'm push so there. Phew. ბარტყები ნახე რამდენი აგე ჩოჩრი თელი ბუდე ნახე რამდენი ჩოჩრი წელს გამოჩეკილი ერთი 10 ცალი მაინც ამოფრინდა მთელი ერთი დიდი ბუდობა იყო რა ბარტყები წლევანდელები უკვე კარგად წამოჩიტულები რა რომლებიც უკვე ნელ-ნელა მოღონიერდებიან ერთი მშვენიერი ბუდეს მივაგენით რა აქ არის ერთი გადმომჯდარი თუ არ ვცდები რა ეს ბარტყი რასაც სუნი არ აქვს ძალიან პატარაა და რაონინა იპოვე ვარ წამოფრინდა Ja, midi. Წინ. მidi. აქარი აქ სადღაც პატარა დარბის. წამო დაანებით. ოდი აქ წამო. ფუ, წამონი. Stop! Pojď. Kide bardhi. Stop din. Saçırdı baba. Tam. Odiak, tam. Bardhi biya ძალიან ბევრი რა როგორც
ვარაუდობდი ისი არა. თუ სადმე კაი ბუდეს წავადექით, შვენიერია დაიფანტება და მე შეიძლება მასზე მუშაობა რა, просто ძალიან ბევრი ამოვიშალა და ვერ დავინახე ყველა რომელი საიტსა ვინ. წყალი არ წამოვიღე, დამოვიწა და ძალიან შევცოდო, არა აუცილებლად ჭირდება 10-15 წუთში გაგრილდება, არა ეხლა ეს დაღლილი არ არის, უბრალოდ გრილდება რა. ეს წყალი თუ გექნებათ 10-15 წუთში, ყოველ 10-15 წუთში დაალევინებს, კაი იქნება, უფრო იოლად გაგრილდება და მალე განაახლებს ვარჯიშს რა. ამათი ორგანიზმი ეს ენიდან გრილდებიან რა, უფლი არა აქვს და იმ წყლის დალევაც ამოსულ თქვაც მნიშვნელოვანია. ეხლა იგივე 1-2 წუთში ცოტა გაგრილდება და ისე გააგრძელებს მუშაობას. რა ნინა, მოდი ჩემთ. ვაი, ძეგიგო. ერთმა გამომწერმა კითხა სეზონზე ნადირობა რატო არისო, აგზალული არ არის. აქ შეიძლება ნადირობა, უბრალოდ ესეთ სიტუაცია, ინახეთ, სუ ითიბება რა, ეს ფაქტიურად არის. სუ სათიბები რა და სეზონის დროს აგვისტოს ბოლოს აქ მინდვრის ნასახი არ არის რა. და უნებრივია მწყერიც არ არის, თორე თავი მოდით დაინადირეთ, არავინ არ გიშლის. არ არის ეს ზონა, რომ აკრძალული იყოს აქ ნადირო. უბრალოდ ფიზიკურად მწყერი აღარ არის რა. სამალი არ აქვს, პირობა არ აქვს და მაგიტომ მე მაგათაც არ ნადირობ, აქ არასდროს არ მინადირია რა. სხვა ვინმეც რო აქ სეზონზე ნადირობდეს, მე არ ვიცი რა. აუ შეგიძლიათ მოხვიდეთ ცალეთ, პრობლემა არ მგონია. ვინმე ხელი შეგიშალოს, თუ კანონიერად ინადირებს, ვიცი რომ გარემოს დაცვის ინსპექცია კარგად მოძრაობს და რა ნორმალურ წესის ფარგლებში შეგიძლიათ ინადიროთ. უბრალოდ კიდე განმეორდები, რომ დიდი ალბათობით ფრინველი აღარ არის ხოლმე მაგ დროს, იმიტომ რომ სამალი არ აქვს რა. აღიდგინა გაიგრილა თავი და ისო გააგრძელა ძროობა რა, ისო ჩერდება და წვება აღარ დავის, არ ნიშნავს რომ გაიღალა რა, ვერ დაღეთ ამ დუშეთი ენერგია, უბრალოდ დრო ჭირდება რომ ორგანიზმი გაგრილდეს რა და ისე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელო. ეხლა მაგ ლაპარაკი 5 და 6 საათი, საათ ნახევარი, 2 საათის პირობებში მაგიტო რომ მე სეზონზე ყველა ვცდილობთ რომ ადრე გავიდეთ მინდოში, სანამ ნესტია, სანამ სიგრილია, რომ შეიძლება დიდხანს იმუშაოს აღმა რა. ანუ იოლად გრილდება უფრო პერიოდში და უფრო შედეგიანია ნადირობა რა. ცხელა რა ძალიან და ეს ცოტა დრო ვერ გამსაზღვრა. არ ვიცოდი კარგად რომელზე თენდებოდა რა და ხან დავაგვიანე უფრო ადრე უნდა შემოხვიდრე მინდოში და ეს იქნება იწვიმოს კიდე. იწვიმის მერეც ეს სასიარულო იქნება. ნახოთ. ვიმზადებით სეზონისთვის. მედია ეს კარგი სეზონი გვექნება, იმიტომ რომ ძალიან გრილი ზაფხული იყო ყველგან. ძალიან ბევრი უხვინალექი იყო საქართველოში ყველგან და იმედია რომ რომელიც გაჩერდება და ცოტას ვისიამოვნებთ წელზე. აუ დღეისათვის სულ ეს იყო. გამოგვივიდა ვარჯიში. თავარი ის არის რომ ვიარეთ ისეთ ადგილს, სადაც პოტენციურად შეიძლებოდა ფრინველი ყოფილიყო. რაღაც ცდილობები ქონდა ნინასო ფრინველი ენახა ერთი ფრინველი ნაბულის გარეშე გამოგვივიდა, ერთი პარტს გაუკეთა ნაბული, მაგრამ მთლიანობაში ისხი კაი რომ ამდენი ხანი ოკვირიანი პაუზის შემდეგ გამოვედით და ისევ ორგანიზმები
გავაღვიძეთ, გამოვახიზლეთ. ნელ-ნელა უფრო და უფრო მოვუმატებთ სიარულს. ნახოთ საშუალება როგორ იქნება დროის ხვიდა. მინდა კიდევ ვიძახი რამდენი ხანია ცოტა სხვაგან წასვლა, მაგრამ ვიყავი წალკაში. მაგრამ არ იყო პირობა იმ მინდვრში, სადაც მე დავდივართ. მინდვრის 80% ხორბალია დათესილი და აქტიურად არ გამოვიდოდა ძაღლის ვარჯიში, ამიტომ სანაც არ ვიწევი, მაგრამ ერთადერთი რის გამო შეიძლება იქეთ წავიდე ერთი გასვლა, რომ დარბით მეტი სიგრილე იქნება რა. ნახოთ, აბა და როგორ დანარჩენს გადავიღებ და დავდევთ. დიდი მადლობა. ხოდ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეოები.